ნომერი 1 ანდრე ნონოსი, ნომერი 5 გიორგი გეგია, ნომერი 2 პეკა თორნიკე კაკუშაძე, ნომერი 7 ლევან წოწონავა, ნომერი 8 ვაჟა კიკავა, ნომერი 11 გაბრიელ საღრიშვილი, ნომერი 14 ნიკა შალამბერიძე, ნომერი 19 ამირან როხვაძე, ნომერი 10 თეიმურა შარაშენიძე, ნომერი 23 ზურაბ ენდელაძე, ნომერი 21 შეიკნეს სილა. სათადარიგოთა შორის არიან სახიფათო მომენტი იქნება მერანის კართან უტევენ სტუმრები და მშვენივრად ითამაშეს იქ მერანის ფეხბურთელებმა მოიგერიეს შეტევა და თვით იწყებენ სწრაფ კონტრშეტევას წაქცეული არის იქ საჯარიმოში ერთ-ერთი შევარდენის ფეხბურთელი თუმცა არ გადააგდეს ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ და აგრძელებენ შეტევას ეხა თბილისის შევარდენის ფეხბურთელები საკმაოდ სახიფათო მომენტი შეიქმნა ეხლა მერანის კართან იცით რომ მერანი დღეს ორი ცენტრალური მცველის გარეშე თამაშობს არ არიან მეოთხე ნომერი ნიკა ხარაბაძე და გუნდის თავი 3 ნომერი ბეკა ბიბილაშვილი და ამიტომ გუნდის თავან მცველს კია გიგატაძეს მთელი რიგი კორექტივების შეტანა მოუწია მორიგი შეტევა და კარგი მომენტი შეექმნათ კლავ თევარდენის ფეხბურთელებს მათი 25 ნომერი ამინო რაფიკ ამინუ გავიდა ახლა ხელსაყრელ პოზიციაზე და აცილა კარსტია ორი შეცდომა დაუშვეს ახლა საკმაოდ აქტიურად დაიწყო შევარდენმა დღევანდელი შეხვედრა იცით ორი გუნდისათვის საკმაოდ პრინციპული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ შეხვედრას და სტუმრებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს შედევა თუმცა კარგად თამაშობენ თავის მერანის ფეხბურთელები წოწონავა მარჯვენა ფლანგიდან უტევს შეინარჩუნა წოწონავა ფლანგი კვლავ წაიღო მარჯვენა ფრთაზე ჩააწოდა საჯარიმოში და გამოდის კარიდან სტუმართა მეკარე გიორგი ნადირაძე და იგერიევს ბურსტია მე შემადგენლობებს კი კითხავდით და შევჩერდი სათადარიგო შემადგენლობაზე მე-12 ნომრით მერანის შემადგენლობაში სათადარიგოთა შორის არის ირაკლი ყვედელიძე 30 ნომრით გიორგი ქურდაძე მე-6 ნომრით ირაკლი საღარიშვილი მე-17 ნომრით ცოტნე ფაცაცია მე-18 ნომრით დათა წულაია 21 ნომრით გიორგი გიორბელიძე მე-9 ნომრით ფელიპე პაიმი მე-20 ნომერი ვანო წილოსანი გახლავთ ხოლო 27 ნომერი კი ბეკარ ჩხაბერიძე გუნდის თავმჯდომარე გახლავთ კია გიგატაძე განვაგრძოთ ახლა მატჩის თვალყურის დევნება კარგად აქტიურად თამაშობენ იქ მოედნის ცენტრში შევარდენის ფეხბურთელები პროაქტიული თამაში არის ახლა მოედნის ცენტრში საჭირო თუმცა ინარჩუნებენ სტუმარი ფეხბურთელები ბურთს გადმოიტანეს კარგად სამუშიას მიმართულებით სამუშია კარგად ფლობს ბურთს დაუბრუნა უკან ხუბაშვილს და ხუბაშვილმა უკვე საკუთარ მეკარის ნადირაძეს დაუბრუნა ბურთი უფრო აქტიურად პრესინგს უნდა მიმართონ ეხა მეტოქის ნახევარზე მერანის ფეხბურთელებმა არ უნდა მიცენ ესე თავისუფლად ბურთის გამართკათამაშების საშუალება კუბერიძე ჩამოვიდა მარცხენა ფრთაზე იწყებენ ეხა თბილისის შევარდენის ფეხბურთელები შეტევის ორგანიზებას კუბერიძე იცით ალბათ რომ მატჩი მაყურებელთა გარეშე იმართება დაახლოებით 45 მაყურებლის დასწრების უფლება აქვს დღევანდელ შეხვედრაში დაუბრუნეს ნონოს ბურთი კარგად გადმოიტანეს კიკავას მიმართულებით და მშვენიერი მომენტი ექნება ახლა მერას კარგი გადაცემა სილას მიმართულებით სილა შედის მეკარისთან პირისპირ დარტყმა და გაიხსნა გარეშე დღევანდელ შეხვედრაში მშვენიერი კომბინაცია განახორციელა და შეიკრეს სილამ სადებიუტო გოლი გაიტანა მერანის შემადგენლობაში შეხვედრის მე-4 წუთზე მარტვილის მერანი დაწინაურდა დიახ პირველივე სახიფათო მომენტი მერანმა კარგად გაითამაშა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა შარაშენიძემ შეიკრეს სილა და სილამაც სადებიუტო გოლით მატჩი მერანი დააწინაურა კარგად დაიწყო მერანისთვის დღევანდელი შეხვედრა იმედი ასევე გაგრძელდება გილოცავთ გატანილ გოლს მერანის გულშემატკივრებო მშვენიერი კომბინაცია მშვენიერი კონტრშეტევა განახორციელეს შეეცდნენ იქ დაცვის ცენტრში სტუმარი ფეხბურთელები და პირველივე კომბინაციის შემდეგ მერანმა საკმაოდ იოლად მოახერხა დაწინაურება თავარი ახლა დავწნარდეთ დამშვიდეთ და სწორედ ასეთივე მონდომებით ასეთივე შემართებით გააგრძელოს მერანმა თამაში დღევანდელ შეხვედრაში იცით სატურნო მდგომარეობა თუ რა მდგომარეობაში გახლავთ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში ნებისმიერ ქულას ნებისმიერ წარმატებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყველა გუნდისათვის და ყველა გუნდი თითქმის ბოლო წუთამდე იბრძვის როგორც გამარჯვებისათვის ასევე მოპოვებული ქულისათვის ასეთივე მატჩის მოლოდინში უნდა ვიყოთ დღესაც
ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოთამაშე შანაბერიძე მშვენივრად თამაშობს, იგერიებს ბურთს და იქ საჯარიმოსთან ოდნავ მიახლოებული დაახლოებით კარიდან 25 მეტრში მერანის ფეხბურთელები ჯარიმდებიან. და აღმართონ ახლა ცოცხალი კედელი მერანის ფეხბურთელებმა. დიახ, არ ჩათვალეს საჭიროდ ცოცხალი კედლის აღმართვა, ჩაწოდება საჯარიმოში დაარტყმა, მაგრამ ასეთი დარტყმების აღება სირთულეს არ წარმოადგენს. ნონოსის ისიც სწრაფად იოლად დაეუფლა ბურთს, რომ ხაზის მიმართულებით გადმოიტანეს ბურთი, თუმცა საკმაოდ ძლიერად გამოვიდა. ეხლა ბურთის თამაში შემოტანა ნონოს, დაიკარგა ბურთი და თბილისელი ფეხბურთელები იწყებენ მორიგი შეტევის ორგანიზებას. კვლავ დაკარგეს თბილისელმა ფეხბურთელებმა ბურთი და მორიგი შეტევის კონტრშეტევის წამოწყების საშუალება ეძლეოდა მერანს, თუმცა გადაცემა საკმაოდ ძლიერი გამოვიდა ამ შემთხვევაში და დაიკარგა ბურთი. ნადირაძე იცით ამ გუნდების პირველი წრის მატჩი თბილისში გაიმართა 21 ივლისს მუხიანში. და ის მატჩი მერანის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 3-0, თუმცა ეს სამივე ბურთი მატჩის მეორე ნახევარში იქნა გატანილი. მარტვილის მერანი 48 წუთზე ლევან წოწონავამ დააწინაურა შესანიშნავი დარტყმით, შემდეგ კი დუბლი შეასრულა ამირან როხვაძე, მან 63 და 75 წუთებზე ორჯერ დალაშა კიდევ თბილისის შევარდენის კარი და დამაჯერებელი ანგარიშით 3-0 მოიპოვა გამარჯვება იმ შეხვედრაში მერანმა. იმედია მერანის ფეხბურთელები ასეთივე ანგარიშით და შეიძლება კიდევ უკეთესი შეძლებენ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებას და საკუთარ აქტივში სატურნირო ცხრილში იმ სამი კულის ჩაწერას, რომელიც მათი კულა და მარაგს გაზდის და კიდევ უფრო გაზდის შანსს იმისას, რომ მერანმა კარგად ითამაშა იქ ნონოსმა, გამოვიდა დაეუფლა ბურთს. გეგია ნონოსი არა თავისუფალი ეხა სივრცე მოერნის ცენტრში იოლად მიიღეს შევარდენის ფეხბურთელებმა ბურთი გადმოიტანეს კვლავ სამუშიას მიმართულებით. სამუშია ცდილობდა ეგ საჯარიმოში გარღვევაზე გაიყვანა თანაქუნდელი, თუმცა საბოლოოდ კარგად ითამაშა თბილისელმა ფეხბურთელმა. მერანის ფეხბურთელმა იძულებული გახადა იქ სტუმართა მერვე ნომერი უღრელიძე მისი ფეხიდან გასულიყო ბურთი და აუტის ჩაწოდების საშუალება მიიღო მერანმა. აი სიტყვიერად აფრთხილებს ახლა თბილისელ ფეხბურთელს მატჩის არბიტრი ირაკლი ხერხაძე. საღრიშვილი სამუშიამ ჩააბრუნა საჯარიმოს წინახასთან, იბრძვიან თბილისელი ფეხბურთელები, თუმცა ქიქავა თამაშობს კარგად, ამოიტანა ბურთი და კარგი შეტევა შეუძლია. ახლა მერანმა წამოიწყო შარაშენიძე და გრძელი გადაცემა წოწონავას მიმართულებით, თუმცა კვლავ სილა მშვენივრად ჩადის, კვლავ მეკარესთან პირისპირ, თუმცა დროულად გამოდის ნადირაძე კარიდან და ეუფლება ბურთს, ოდნავ აუხდა. ახლა მინდვრის საფარზე სილას ბურთი ვეღარ შეძლო მისი დამორჩილება და საბოლოოდ ნადირაძემ დროულად დატოვა კარი და დაეუფლა ბურთს, კარგად გაიყვანა. ახლა დასარტყმელ პოზიციაზე კვლავ მეკარესთან პირისპირ შარაშენიძემ სილა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ამჯერად ვერ შეძლო სილამ ბურთის დამორჩილება. დიახ, თქვენ გახსოვთ ალბათ სილას დებიუტი სასტარტო შემადგენლობაში წინა შეხვედრაში იყო დუშეთის რაკთან მატჩი, მან მშვენივრად ჩაატარა ეს მატჩი, ერთ-ერთი გამორჩეული გახდათ მოედანზე და დღესაც საკმაოდ კარგად დაიწყო სილამ. იმედია ეს ფეხბურთელი ნელ-ნელა აკრებს ფორმას და იგი მერანის ერთ-ერთი თამბეჭდავი ფიგურა გახდება თავდასხმის ხაზში. ვნახოთ ყველაფერი წინ არის. დღეს უკვე სილამ მოახერხა და მატჩის მეოთხე წუთზე მშვენიერი დარტყმით მეკარესთან პირისპირ გასულმა მერანი დააწინაურა, კიდევ ერთი შანსი მიეცა რამოდენიმე წამის წინ და იმედია ასევე გაგრძელდება დღევანდელ შეხვედრაში. მთავარია გრძელი გადაცემებით დატვირთული იქნა სილა და მასაც უფრო მეტად მიეცემა შანსები და უფრო მეტი თვითდაჯერებული გახდება იგი მოედანზე. კაკუშაძე აუტიდან შემოტანილი ბურთი თბილისელი ფეხბურთელები რჩებიან. ბრძოლა ბურთისათვის
და საბოლოოდ დაჯარიმდა აქ მერანი. ჩვენი მატჩის პარალელურად მიმდინარე მატჩი, იცით ალბათ ერთი მატჩი იმართება ეროვნული ლიგაურისა, ჩვენი მატჩის პარალელურად დღეს ქობულეთში ერთმანეთის წინააღმდეგ შუქურა და დუშეთის არაგვი არიან. იმ ანგარიში ჯერჯერობით არ გახსნილა, მატჩის მე-10 წუთი მიმდინარეობს ჩვენი მატჩის მსგავსად, ჩვენ მატჩი კი ანგარიში მასმინძლები წინ არიან. ჩაწოდება საჯარიმოში, კარგად თამაშობს იქ კაკუშაძე, იგერიებს ბურთს. შარაშენიძე კვლავ გრძელი გადაცემა ამჯერად წოწონავას მიმართულებით. შეაძლო წოწონავამ ამ ბურთის მიღება, ერთი მცველი არის მის წინააღმდეგ, ჩაწოდება ეხლა საჭირო საჯარიმოში. ჩაწოდა, კარგად გამოდის ნადირაძე, იგერიებს ბურთს. თუმცა აქ მეკარეზე უხეში თამარს ამეანიშნებს ეხლა მატჩის არბიტრი დიახ. მეკარეზე თავდასხმა მიანიშნა აქ ამ შემთხვევაში ხერხაძემ და სავსებით სამართლიანად იქნა დაფიქსირებული სწორედ ეს წესის დარღვევა. გაატარა კარგად ბურთი ენდელაძემ. ნონოსი გეგია გრძელი გადაცემა არავინ არის ეხა საღრიშვილისთან სიახლოვეს, კარგად საღრიშვილმა გადაიტანა ბურთი კაკუშაძის მიმართულებით. დაუტოვა წოწონავას. წოწონავამ კრავ საღრიშვილი არსად არ არის ჩქარებად. ეხა მერანის ფეხბურთელს თავისუფლად თვითონ შეუძლიათ გაათამაშონ ბურთი. კრავ მოძებნეს კარგად კიკავა საღრიშვილი კიკავა მიიღო ბურთი კაკუშაძე გრძელი გადაცემა სილას მიმართულებით, თუმცა კარგად თამაშობენ და საბოლოოდ ბურთი კვლავ მერანს დარჩა. წოწონავა ამოიწია წოწონავა ბონდა უკან შალამბერიძე გრძელი გადაცემა სილას მიმართულებით, მოიგო სილამ საჰაერო ორთაბრძოლა და აუგდო წოწონავას. გრძელდება კვლავ მერანის შეტევა, შეინარჩუნა სილამ ეხლა კარგად ბურთი დაუგორა კაკუშაძეს. არ უნდა დაიკარგოს ახლა იგი ბურთი უფრო ყურადღებით თამაშია საჭირო და საბოლოოდ აუტი მერანის სასარგებლოდ. იქვე უნდა ვიბრძოლოთ, ახლა უნდა ავართოთ ბურთი, დიახ, ასეც ხდება. და ქობულეთში შეიცვალა ანგარიში, ქობულეთის შუქურა დაწინაურდა იმ მატჩში 1-0. დაკარგა საღრიშვილმა ბურთი, კარგად გაუთამაშა ეხლა თანაგუნდეს კედელი უღრელიძე. არ არის წესების დარღვევა, მშვენივრად ითამაშა საღრიშვილმა. აართვა ბურთი და წოწონავა კიდევ ერთი კარგი მომენტი, კიდევ ერთი შანსი. წოწონავა ერთი მცველი არის მის წინამდე გურთხამს და 11 მეტრიანი დარტყმა გამოიმუშავა ლევან წოწონავამ. დიახ, მშვენივრად ითამაშა ეხლა ლევან წოწონავა. ბურთი ხელზე მოხვდა იქ ერთ-ერთი შევარდენის ფეხბურთელს. თუ არ ვწდები, ეს გახდათ მათი გუნდის კაპიტანი ნიკოლოზ ჯიშკარიანი და თვითონ დაზარალებული ლევან წოწონავა შეასრულებს ამ 11 მეტრიან დარტყმას. დიახ, ედავებიან ეხლა თბილისელი ფეხბურთელები მატჩის არბიტრს ირაკლი ხერხაძეს, თუმცა დავას რა აზრი აქვს, როცა 11 მეტრიანი და ყვითელი ბარათი დაისაჯა აქ ხუბაშვილი საჭთან საუბრისათვის. მატჩის მე-13 წუთი მიმდინარეობს. საკმაოდ გაგრძელდა პაუზა, მიანიშნებს ეხა ხერხაძე ნადირაძეს რომ დადგეს კარში. ნახოთ დუელი ნადირაძე წოწონავა. ვინ გამოვა გამარჯვებული ამ დუელში?
წოწონავა გამორბენი დარტყმა და 2-0 მართალია მეკარემ გამოუცნო ეხა ნადირაძემ წოწონავას დარტყმა მაგრამ იმდენად ძლიერი და კარგად შეასრულა ეს დარტყმა ლევან წოწონავამ უკვე მატჩის მე-14 წუთზე მარტვილის მერანი ანგარიშით 2-0 ამარცხებს თბილისის შევარდენი 1906 ყურადღება შეხვედრის მე-14 წუთზე კობულეთში 1-0 იგებს კობულეთის შუქურა იქ მე-11 წუთზე ბურთი ლევან ხმალაძემ გაიტანა დიახ კობულეთის შუქურა 1-0 იმარჯვებს არ აქვთან მატჩი ხოლო მარტვილის მერანი კი უკვე მატჩის მე-15 წუთისათვის ორ ბურთიანი უპირატესობით ამარცხებს თბილისის შევარდენი 1906 გავაგრძელოთ ასეთი მონდომებული ასეთი ცეცხლოვანი თამაში დიახ ყველა შეტევა და ყველა კონჩეტევა მერანის ფეხბურთელების მონაწილეობით სახიფათო ხასიათს იძენს და უკვე საკმაოდ იოლად მე-15 წუთისათვის მერანი ამარცხებს მეტოქეს ორბურთიანი უპირატესობით გელაშვილი ძელი გადაცემა საჯარიმოს წინახასთან კარგად თამაშობს კიკავა თუმცა ბურთი მოუვიდა სამუშიას ჩაწოდება საჯარიმოში იგერიებენ მცველები ყურადღებით თამაშია საჯარიმოში საჭირო გადაიტანეს ბურთი გვერდით ჩაწოდება კლავ საჯარიმოში და კლავ შესანიშნავად თამაშობს შალამბერიძე ამოიტანა ბურთი გამოდის ნონოსი ეუფლება ბურთი ახშენივრად თამაშობენ დღეს შეწყვილებულად დაცვის ცენტრში შალამბერიძე და ენდელაძე იცით ორი ცენტრალური მცველი აკლია მერანს ნიკა ხარაბაძე და ბეკა ბიბილაშვილი ვერ იღებენ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას და ამისათვის გუნდის თავმჯდომარეს მოუწია შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა და სწორედ ამიტომ შალამბერიძე და ენდელაძე თამაშობენ დღეს შეწყვილებულად მერანის დაცვის ცენტრში მატჩის მე-15 წუთი მიმდინარეობს ანგარიში კი 2-0 გახლავთ მერანის სასარგებლოდ გელაშვილი დაუბრუნა უკან ხუბაშვილს კლავ ხუბაშვილი გადმოიტანა გელაშვილის მიმართულებით ბურთი ჩაწოდება საჯარიმოს წინახასთან გაატარა მშვიდ და წყნარად დიახ კარგად იმოქმედა ეხა ჭკვიანურად ენდელაძემ გაატარა ბურთი შალამბერიძე შალამბერიძის ძელი გადაცემა სილა კობერიძე საღრიშვილი სილა უნდა იბრძოლოს სილამ ბოლომდე ამ ბურთზე დიახ დაუბრუნეს ნადირაძეს როხვაძე სამუშია იბრძოდა როხვაძე თუმცა ისაკ თამაშის გაგრძელების საშუალება და საბოლოოდ ჯარიმო მოინადირეს თბილისელმა ფეხბურთელებმა სწრაფად გაათამაშეს საჯარიმო დარტყმა შიშკარიანი გელაშვილი უახლოვდება საჯარიმოს სამუშია გელაშვილი ჩარტო შეტევაში რეხუიაშვილი კლავ გელაშვილი არზიანი გელაშვილი ჩაწოდება საჯარიმოს წინახასთან შალამბერიძე იბრძვის ბურთისათვის მოიპოვა კარგად შალამბერიძემ და საბოლოოდ ხელით თამაშობს იქ თბილისელი ფეხბურთელი გრძელი გადაცემა კლავ წოწონავას მიმართულებით წოწონავა ენდელაძე გეგია კიკავა შალამბერიძე საღრიშვილი გეგია კიკავა
წოწონავას მიმართულებით კეთდება გადაცემა, თუმცა არ ელოდებოდა წოწონავა ალბათ ამ გადაცემას. კუბაშვილი კიკავა შეუზღუდავს ახლა სივრცეს ნადირაძე დაიძულებული გახადეს ნადირაძე წინ მოეგერიებინა ბურთი ენდელაძე თამაშგარე მდგომარეობა ფიქსირდება აქ სტუმართა ლეგიონერზე ენდელაძე ამასობაში მიიწურა შეხვედრის დაწყებიდან 20 წუთი 2-0 გახლავთ მერანის სასარგებლოდ მე კი გაგაცნობ თუ რა მდგომარეობა ამ დროისათვის სატურნირო ცხრილში ნიცით პირველ ადგილზე ქობულეთის შუქურა გახლავთ 24 ქულით მეორე ადგილზეა წყალტუბოს სამგურალი რომელმაც ზედიზედ 2 შეხვედრის მოგება მოახერხა მესამეზე იმყოფება გაგრა მეოთხეზე ბოლნისის სიონი 18 ქულით მეხუთე ადგილზე რუსთავი 17 ქულით შემდეგ 16 ქულით მარტვილის მერანი და ვიჯორჯია იმყოფებიან მე-6 მე-7 ადგილებზე თუმცა მერანი უკვე ანგარიშით 2-0 ამარცხებს მეტოქეს ერთი მატჩით ნაკლები ჰქონდა მას და თუ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება 19 ქულა დაუგროვდება მე-8 ადგილზე ზუგდიდის დინამო იმყოფება გუნდი რომელმაც საკმაოდ ხმაურიანი 2 გამარჯვება მოიპოვა ისიც და გუშინ გამანადგურებელი ანგარიშით 1-4 დამარცხდა წყალტუბოს სამგურალთან მას 15 ქულა აქვს სატურნირო ცხრილში შემდეგ მე-9 ადგილზე იმყოფება ჩვენი დღევანდელი მეტოქე თბილისის შევარდენი 13 ქულით ბოლო ადგილზეა დუშეთის არაგვი 8 ქულით გუნდი რომელიც ჩვენი მატჩის პარალელურად თამაშობს და მათ ხდება ანგარიშით 1-0 ჩემპიონატის ლიდერ ქობულეთის შუქურასთან დიახ მოგახსენებთ იმასაც რომ აერონული ლიგა 2-ის გათამაშების მე-13 ტური გუშინ დაიწყო როგორც მოგახსენეთ საკმაოდ დამაჯერებელი და იოლი გამარჯვება მოიპოვა წყალტუბოს სამგურალმა სტუმრად ზუგდიდში დინამოსთან მატჩი ანგარიშით 4-1 გაგრა შინ დამარცხდა სენსაციური მარცხი განიცადა შინ რუსთავთან ანგარიშით 0-2 ხოლო თბილისის ვიჯორჯიასა და ბოლნისის სიონის მატჩი კი უგოლოფრით 0-0 დასრულდა ორი მატჩი დღეს იმართება დღეს ჩვენი მატჩი რომელშიც მერანი ანგარიშით 2-0 ამარცხებს მეტოქეს და მეორე შეხვედრაში ქობულეთის შუქურა ამარცხებს დუშეთის არაგვს ანგარიშით 1-0 როგორც მოგახსენეთ იმ მატჩში ბურთი მე-11 წუთზე ლევან ხმალაძემ გაიტანა შემდეგი ტური ლიგა 2-ისა გაიმართება დაიწყება და უკვე დუშეთის არაგვიმა მეორე ბურთი გაუშვა 2-0 იგებენ ქობულეთელი ფეხბურთელები იმ შეხვედრაში ჩვენი მატჩის მსგავსად და მეორე გოლიც ლევან ხმალაძის ანგარიშზე გახავთ დუბლი შეასრულა ლევან ხმალაძემ იმ შეხვედრაში დიახ ეროვნული ლიგა 2-ის შემდეგი მე-14 ტური დაიწყება 27 ოქტომბერს წყალტუბოს სამგურალი თბილისის ვიჯორჯიას მიიღებს შინ ხოლო საკმაოდ საინტერესო მატჩი გაიმართება ბოლნისში სადაც ბოლნისის სიონი და გაგრა შეხვდებიან ერთმანეთს სატურნირო ცხრილში მე-4 და მე-3 ადგილზე მყოფი გუნდები 28 ოქტომბერს კი მარტვილის მერანი ითამაშებს სტუმრად რუსთავში ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ დუშეთის არაგვი თბილისში უმასპინძლებს ზუგდიდის დინამოს ხოლო თბილისის შევარდენი კი ჩემპიონატის ლიდერ ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს საკმაოდ საინტერესო ტური იქნება მე-14 ტურიც აქ ძელდება შეხვედრა კარგად თამაშობს შარაშენიძე იბრძოლა მოიპოვა ბურთი როხვაძე საღრიშვილი გეგია დაიკარგა ბურთი გელაშვილი და ხორბურთიანი ოპერატესობით იმარჯვებს მერანი საკუთარ ნახევარზე ათამაშებენ ახლა თბილისელი ფეხბურთელები ბურთს გელაშვილი არზიანმა გადაიტანა მარცხენა ფრთაზე გუნდის თავი ჟიშკარიანი თუმცა შვიანივრად თამაშობს კაკუშაძე
და იძულებული გახადა ჯიშკარიანი დაერღვია მასზე თამაშის წესები კაკუშაძე. შალამბერიძე შეასრულებს ეხლა საკუთარ ნახევრიდან სტანდარტულ სიტუაციას. თუმცა არა შალამბერიძე წავიდა წინ დაუტოვა ნონოს სპორტი და სწორედ გუნდის თავი დღევანდელ შეხვედრაში ანდრეი ნონოსი გუნდის მეკარე შეასრულებს ამ სტანდარტულ მდგომარეობას. გადაგზავნა მეტოქის ნახევარზე ბურთი ნონოსმა იბრძოლა კარგად სილა მოიგო სახარებთა ბრძოლა და კარგად ითამაშა გეგიამ როხვაძე და საბოლოოდ ბურთმა სწორედ როხვაძის ფეხიდან დატოვა მოედნის პარკლები. გილაშვილი ხუბაშვილი რეხვიაშვილი უჯარი მოდუნ დაითამაშოს ეხლა სილამ, თუმცა არა საბოლოოდ მაინც დაარღვია სილამ თამაშის წესები და აუზა შეხვედრაში ვისარგებლოთ ამ პაუზით და მოგახსენებთ თუ როგორი იყო ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ბალანსი. თბილისის შევარდენი და მერანი ერთმანეთს 5ჯერ არიან შეხვედრილი. წინა ამ ჩემპიონატამდე საკმაოდ დიდი უპირატესობა ჰქონდა თბილისის შევარდენს მარტვილის მერანთან შინ გამართულ შეხვედრებში. შევარდენს ორივე მატჩი მოგებული ჰქონდა მარტვილის მერანისთვის 2-1, 2-1, ხოლო მარტვილში გამართული შეხვედრები კი ფრედ 0-0 და 1-1 იყო დასრულებული, თუმცა რომ მიტყვიან პირველ წრეში გამართული მატჩით მარტვილის მერანმა გატეხა ნავსი და სტუმრად შეძლო 3-0 დაემარცხებინა თბილისის შევარდენი 1906. დღეს კი ანგარიში 2-0 ამარცხებს მეტოქეს. საერთოდ ამ გუნდების პაექრობები ყოველთვის საკმაოდ საინტერესო და დაძაბულ მატჩებში იმართებოდა და გამარჯვებულის გამოვლენის ბოლო წუთებამდე საკმაოდ უცნობი იყო. თუ არ გავითვალისწინებთ პირველი წრის შეხვედრას, თბილისელი ფეხბურთელები ჯიშკარიანმა მიიღო ბურთი, კარგად ითამაშა კაკუშაძემ, აართვა, წოწონავა ჩავიდა იქ თანაგუნდელების დასახმარებლად, აართვა კარგად ბურთი და საბოლოოდ ვერ მოახერხა ბურთის დამორჩილება და დაიკარგა ბურთი, აუტი. თბილისელი ფეხბურთელები განახლებენ გვერდითი ხაზიდან თამაშს. გელაშვილი კოლავ გელაშვილი ხუბაშვილი დაუტოვა იქ არზიანს კოლავ არზიანია ბურთით ძელი გადაცემა საჯარიმოში გამოდის ნონოსი და აშკარად უხეშად ითამაშა ეხლა ნონოსე სტუმარმა ფეხბურთელმა. მეკარეზე თავდასხმა იყო და თვითონ მიიღო ტრამვა ეხლა თბილისელმა ფეხბურთელმა. საკმაოდ ემოციურები არიან თბილისელი ფეხბურთელები, თუმცა აშკარად ჩანდა რომ ბურთზე პირველი აქ ალბათ ყვითელი ბარათების ამოღება მოუწევს ირაკლი ხერხაძეს. დიახ, თბილისელთა 30 ნომერი არზიანი დაისაჯა ყვითელი ბარათით. საჭთან ბევრი საუბრისათვის დააწყნარა სიტუაცია ამ ბარათით ხერხაძემ. არბიტრის ყველა გადაწყვეტილებას აპროტესტებენ თბილისელი ფეხბურთელები. დარტყმა კარიდან მიანიშნებს ხერხაძე.
თავისუფალი დარტყმა დაინიშნა ახლა. გეგია შარაშენიძე კარგად თამაშობს. შარაშენიძე წოწონავა კარგად თამაშობს. წოწონავა კარგად შეიგდო ბურთის აჯარიმაში და არა ამ შემთხვევაში 11 მეტრიანს არავინ არ დანიშნავდა და დარტყმა კარიდან მიანიშნა სწორედ ხერხაძემ. ჭიდაობს ეგ თბილისელი თავდამსხმელი და ნებისმიერ შეხებაზე ნებისმიერ სადაო სიტუაციაში ჯარიმებს ითხოვენ ახლა თბილისელი ფეხბურთელები. რასიზა მაგარიში 2-0 არის მასპინძელთან სასარგებლოდ. საბოლოოდ კაკუშაძე დარჩა ბურთთან. გზელი გადაცემა სილა არა ასე თამაში არ შეიძლება. საკმაოდ უხეშად თამაშობდა ეხა სილა. ალბათ განმეორებით ასეთი მოქმედების შემთხვევაში მოუწევს მას ყვითელი ბარათის ჩვენება ხერხაძეს, მაგრამ იმედია მეტი ასეთი შემთხვევა აღარ იქნება. თბილისელი ფეხბურთელები მოედნის ცენტრში ათამაშებენ 7 ბურთს და კარგად ითამაშა. საღრიშვილმა მოიგერია ბურთი გორდით ხასიკეთ. მოედნის ცენტრში კარგად აქვთ ეხა სივრცეები შეზღუდული საკუთარ საჯარიმოს მისადგომებთან მასპინძლებს არზიანი. გამოვიდა ნონოსი და აეუფლა ბურთს. ენდელაძე კიკავა კაკუშაძე კარგად ფლობს ბურთს კაკუშაძე და დაარღვიეს თამაშის წესები თბილისელმა ფეხბურთელებმა. კიკავა საღრიშვილი გეგია შალამბერიძე ნონოსი და დაარღვია თამაშის წესები წოწონავამ. მოძრაობდა ბურთი, როდესაც დაარტყა იქ თბილისელმა ფეხბურთელმა ჯარიმა. განმეორებით შეასრულებინებენ ახლა დარტყმას გაათამაშეს ბურთი. ხუბაშვილი კარგად გაატარა ახლა გეგიამ ჭკვიანურად ბურთი. შალამბერიძე კიკავა თუმცა არ მივიდა კიკავამდე ბურთი მოიგერიეს თბილისელმა ფეხბურთელებმა ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ. შარაშენიძე კიკავა საღრიშვილი გეგია კვლავ საღრიშვილი გეგია დაუგდე ენდელაძეს კიკავა როხვაძე მოძებნა კარგად არა დაელოდა ეხა როხვაძე ბურთს. ჯილაშვილი კარგად ითამაშა გეგიამ საბოლოოდ ბურთმა თბილისელი ფეხბურთელისგან დატოვა მოედნის ფრაგლები და აუტი მერანის სასარგებლოდ.
საღრიშვილი გაატარა საღრიშვილმა ბურთი. თავის მხრივ გელაშვილიც ასე მოიქცა. რეხუიაშვილი ჭიშკარიანი დაუბრუნეს ნადირაძის ბურთი. შალამბერიძე და წამოეხმარა შალამბერიძეს იქიქავა და არ ღვევინა თამაშის წესები. სწრაფად გაათამაშა საღრიშვილმა ბურთი და წოწონავა კვლავ მეკარესთან პირისპირა გადაცემის გაკეთება საჭირო დარტყმა და მესამე ბურთი გადის თბილისის შევარდენის კარში. როხვაძემ მესამე ბურთი გაიტანა ეხლა წოწონავას გადაცემის შემდეგ. კარგად გაათამაშეს იქვე სწრაფად მერანის ფეხბურთელებმა საჯარი მოდარტყმა, ვეღარ მოასწრეს თბილისელმა ფეხბურთელებმა სივრცეების შევსება და წოწონავას გადაცემის შემდეგ ამირან როხვაძემ მესამე ბურთი გაიტანა თბილისის შევარდენის კარში. ისე კი როხვაძის ეს მეექვსე გოლი გახლავთ ეროვნული ლიგა 2-ის წლევანდელ გათამაშებაში. ამირან როხვაძემ დიახ, საკმაოდ იოლად 35 წუთი მიმდინარეობს მატჩისა და მარტვილის მერანი თბილისის შევარდენს 3-0 ასეთი ანგარიში დამარცხებს. კარგად თამაშობენ დღეს მერანის ფეხბურთელები, საკმაოდ მობილიზებული არიან, რაც კარგად აისახა სწორედ მათ შედეგზე და აქვე ქობულეთის შუქურამაც მესამეჯერ აიღო დუშეთის არაგვის კარი, რომ იტყვიან ეს გუნდები ეჯიბრებიან დღევანდელ მატჩში ერთმანეთს გატანილ გოლებში. გაიტანს მერანი, გაიტანს შუქურა, 3-0 არის ორივე შეხვედრაში ანგარიში. საინტერესოა ვინ რა ანგარიშით მოახერხებს დღევანდელი შეხვედრებში გამარჯვებას. არზიანი როხვაძე ძელი გადაცემა შარაშენიძის მემართულებით. შარაშენიძემ კი მოინდომა, ეხა კარგი გადაცემა უნდა და გაეკეთებინა, მაგრამ ცოტა სიძლიერე დააკდა ამ გადაცემას და აქ თამაშის წესებს არღვევს სტუმართა ლეგიონერი. 3-0 იმარჯვებს ორივე გუნდი. შარაშენიძე სილას მიმართულებით ცდილობდა ეხა კერლის გათამაშებას. არზიანი და დაარღვიეს მისი არა არზიანი არ გახდათ ეს ფეხბურთელი სტუმართა შემადგენლობაში. გეტყვით ეხლა ვინ იყო? კობერიძე იყო ამ შემთხვევაში. დიახ, მის წინააღმდეგ დაერღვა თამაშის წესები. აი ახლა გახლავთ არზიანი ბურთით. ხუბაშვილი, არზიანი, შიშკარიანი. ყოლადღება სტუმართა რიგებში მოხდა ცვლილება. იკა კორიძის ნაცვლად ნომერი 6 უედაზე გამოვიდა ჯანგოლაძე ნომერი 24. დიახ, სტუმართა რიგებში მოხდა ცვლილება. მე-6 ნომრით მოთამაშე ნიკა კორიძის ნაცვლად 24 ნომრით ელგუჯა ჯანგოლაძე ჩაერთო თამაში. როხვაძე, საღრიშვილი. როხვაძე არ ღებს იქ თამაშის წესებს, სამუშია. გელაშვილი უბრალოდ ინდელაძე კიკავა კაგუშაძე შალამბერიძე ნონოსი თბილისელი ფეხბურთელები არიან მეტოქის ნახევარზე. მოენის ცენტრი. სილა არ არის თამაშგარების მდგომარეობა მეკარესთან პირისპირა. სილა
კარგად ჩამოიცილა ეხლა და დუბლით შეასრულა სილამ დღევანდელ შეხვედრაში 4-0. დიახ, ამჯერად მერანი დაწინაურდა ამ დუელში, კობულეთში კი ანგარიში კვლავ 3-0-ია. მშვენიერი გადაცემა გაკეთა სილას მიმართულებით. სილა ფიქრობდა, რომ ამ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ოდნავ შეყუნდა, თუმცა არა. არ იყო სილა თამაშგარე მდგომარეობაში, კარგად წავიდა, მოატყვილა ერთი მოძრაობით მეკარე და მეოთხე ბურთი გაიტანა თბილისის შევარდენის კარში 4-0. საკმაოდ დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვებს მერანი დღევანდელ შეხვედრაში. შევარდენის კარში გაიტანა შეიკნე სილამ. მატჩის მე-40 წუთი და უკვე დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებისთვის მინაობა შეიძლება ითქვას ცნობილია, ასე იყოს 3-0-ზე, თუმცა ეს უკვე გვაძლევს იმის სიმყარის საფუძველს, რომ 4-0-ზე ალბათ მარტვილის მერანი კიდევ რამდენ ბურთს გაიტანს შევარდენის კარში, ალბათ ის არის უკვე საფიქრებელი. სილას დუბლით, ლევან წოწონავას 11 მეტრიანით და ამირან როხვაძის გოლით 4-0 იმანჯებს შეხვედრაში მარტვილის მერანი. კელაშვილი ხუბაშვილი აიკარგა ბურთი ენდელაძე შალამბერიძე კაკუშაძე კვლავ შალამბერიძე არ უნდა შეცდე ასეთ სიტუაციაში არ ეხლა შანსი მისცათ თბილისელ ფეხბურთელებს თითქმის უწყინარ სიტუაციაში გაბრომ სამუშია დაარტყმა თუმცა კარგად გადაეპარა ბურთს შალამბერიძე განიმუხტა ეს საფათო მდგომარეობა მერანის კართან არ უნდა მოიშვათ 4-0 საკმაოდ იოლად დამაჯერებელი ანგარიშით ვიმარჯვებთ სანერვილო არაფერი არ გვაქვს უფრო თავისუფლად უნდა ვითამაშოთ ჯიშკარიანი კელაშვილი კუბერიძე ხუბაშვილი რეხუიაშვილი ხუბაშვილი კუბერიძე ჩაწოდება საჯარიმოში ამინუ მიიღო თავისუფლად ამინუმ ბურთი დაარტყა კიდევაც კარის მიმართულებით თუმცა ჩანაფიქრი კარგი ჰქონდა დარტყმა კი ნამდვილად არ გამოუვიდა ნონოსი კარგი გადაცემა იგერიებენ მცველები სამუშია კიკავა საღრიშვილი და ყვითელი ბარათით დაიჭება ეხა საღრიშვილი დია საკმაოდ უწყინარ სიტუაციაში ნამდვილად არ იყო საჭირო ასეთი უხეში თამაში და საღრიშვილმა მიიღო ყვითელი ბარათი მატჩის 53 წუთზე როცა 4-0 ანგარიში არაფერი სანერვიულო არ აქვს ნამდვილად არ უნდა იღებდე ფეხბურთელი ასეთ სიტუაციაში ყვითელ ბარათს თუმცა რასიზამ თამაში ჯოდესახარ ჩართული ძნელი განსასაზღვრია კონკრეტულ სიტუაციაში რა გადაწყვეტილებას მიიღებ ფეხბურთელი კაკუშაძე კიკავა შალამბერიძე წელი გადაცემა, შვენიერი გადაცემა გაუგეთა ეხლა შალამბერიძემ როხვაძეს უნდა გაუყოლოს ახლა გეგიას. როხვაძე აი ახლა გააკეთა. გეგიას სილა მიიღო. სილამ კარგად ბურთი ჩამოიცილა. ერთი მცველი დაარტყმა და სილას ჰექტრიკით ვიხილა თქვა დღევანდელი შეხვედრაში. მატჩის 44 წუთზე შეიქმნა სილამ ჰექტრიკი მიიტვალა დღევანდელ მატჩში.
5-0 ასეთი ანგარიშით იმარჯვებს დღევანდელ მატჩში. მატჩის პირველივე ნახევარში მარტვილის მერანი შეიძლება ითქვას ყველაფერი გამოდის დღეს მერანს. 5-0 მშვენივრად ჩამოიცილა ერთი მოძრაობით მცველი და გადაგზავნა მეხუთე ბურთი თბილისის შევარდენის კარში. ეხლა საინტერესოა გვიჩნდება კითხვა თუ რას უნდა უყუროთ მატჩის მეორე ნახევარში, მაშინ როდესაც გუნდი ასეთი დამაჯერებელი ანგარიშით 5-0 ამარცხებს მეტოქეს, ალბათ თავისუფლად ეძლევა ეხლა მასპინძელთა დამრიგებელს შესაძლებლობა მეორე ნახევარში მისცეს სათადარიგოებს მატჩში მონაწილეობის საშუალება. დიახ, დავასვენოთ რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი, თუმცა ეს ალბათ გუნდის დამრიგებელის გადასაწყვეტია უფრო და ამასობაში გაისმის სასტვენისხმა დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი, დასრულდა ანგარიშით 5-0. მაშაზე დაიწყო მატჩის მეორე ნახევარი მარტვილში მურთას ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, რომელშიც ერთმანეთს ხვდებიან ლიგა 2-ის მატჩი მარტვილის მერანი და თბილისის შევარდენი 1906. მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში გახლავთ 5-0 მარტვილის მერანის სასარგებლოდ. 3 ბურთი ჰექტრიკი შეასრულა და 3 ბურთი გაიტანა სტუმართა კარში მასპინძელთა მალელმა ლეგიონერმა შეიკნეს სილამ. 1 ბურთი 11 მეტრიანი დარტყმით გაიტანა ლევან წოწონავამ, ხოლო 1 ბურთი კი წოწონავას გადაცემით გაიტანა ამირან როხვაძემ. დაიწყო მატჩის მეორე ნახევარი, სრულები განხორციელდა ორთავე გუნდის შემადგენლობაში. სტუმართა გუნდის შემადგენლობაში 19 ნომრით მოთამაშე ცოტნე სამუშიას ნაცვლად 22 ნომრით თამაში თერთო კახაბირჯიკია, ხოლო 30 ნომრით მოთამაშე ზურაბ არზიანის ნაცვლად 27 ნომრით თამაშობს ზურაბ გოლუბიანი. მასპინძელთა რიგებში თორნიკე კაგუშაძის ნაცვლად 18 ნომრით თამაშობს დათა წულაია. და კარგად წამოეხმარენ ეხლა დამცველები ერთმანეთს. ართვეს ბურთი როხვაძე, ენდელაძე, სილა და აქ სილამ დაათმო ბურთი. დაკარგეს სტუმრებმა ბურთი, სილა წულაია კარგად შეინარჩუნა წულაიამ ბურთი, თუმცა საბოლოოდ ბურთი სტუმარ ფეხბურთელს შეეხო, მისი ფეხიდან დატოვა ბურთოვანის ფარგლები. როხვაძე დიახ, როხვაძემ შეცვალა ფლანგი, მარჯვენა ფრთაზე გადმოინაცვლა. პირველ ნახევარში მარცხენა ფრთაზე თამაშობდა. საღრიშვილი, როხვაძე, წულაია, წოწონავა ჩააწოდა საჯარი ემონში, მაგრამ საკმაოდ ძლიერი მოვიდა გადაცემა. იბრძვიან კარგად მერანის ფეხბურთელები, თუმცა ბურთი საბოლოოდ სტუმრებს დარჩა უღრელიძე. ჯანგველაძე, რომელიც პირველ ნახევარში გამოვიდა ცვლილებაზე. უღრელიძე
ჟიშკარიანი ჩააწოდა საჯარიმოში, კარგად თამაშობს ქიქავა, შალამბერიძე. ნონოსი და ბურთი საბოლოოდ მერანს დარჩა. შარაშენიძე წულაიას მიმართულებით გააკეთა გადაცემა, თუმცა დააკტა სიზუსტე ამ გადაცემის გაკეთების დროს. სტუმრები უკან ბურთით ჭიშკარიანი ჯანგველაძე არ ღვევს როხვაძე თამაშის წესებს. ხიაშვილი გულუბიანი კობერიძე როხვაძე კარგად შეინარჩუნა ხა როხვაძემ ბურთი და რა გააკეთა ახლა როხვაძემ ჩვენთვის წარმოუდგენელია მეკარესთან პირისპირ დატოვა იქ თბილისელი ფეხბურთელი ქუსლის გაკეთებული გადაცემის ხარჯზე და ვაჩუქეთ ერთი გოლი თბილისელ ფეხბურთელებს ამინუმ შეამცირა სხვაობა შეცდა ამ შემთხვევაში როხვაძე შალამბერიძე კვლავ როხვაძე წოწანავა სილა ჭიშკარიანი საღრიშვილი ქიქავა გადააგდო ქიქავა ბურთი მოენის ფარგლებს გარეთ ბურთი მერანის კარში გაიტანა ამინუ რაფიკმა ნომერი 25 არაფრისგან მივიღეთ ახლა ბურთი საკუთარ კარში ჭიშკარიანი ენდელაძე წულაია მიბრძოლა ბურთზე საღრიშვილი ენდელაძე შარაშენიძე წულაია ქიქავა ენდელაძე შალამბერიძე კარგი გადაცემა გააკეთა იქ შარაშენიძის მიმართულებით, თუმცა ბრძოლაში ვერ შეძლო შარაშენიძემ ამ ბურთის მიღება. შალამბერიძე მოიგო საჰაერო ბრძოლა, წოწონავა და საბოლოოდ წოწონავას თავიდან დატოვა ბურთმა მოენის ფარგლები. ცვლილება განხორციელდა. სილა ტოვებს მოედანს ჰეკტრიგის ავტორი და 30-ე ნომრით კურდაძე შემოდის მოედანზე და საბოლოოდ თბილისელი ფეხბურთელისგან ტოვებს ბურთი მოენის ფარგლებს საღრიშვილი კიდევ ერთი დაკარგვა ამინუ
და კუთხური მოინადირეს საბოლოოდ თბილისელმა ფეხბურთელებმა. დიახ, რატომღაც მეორე ნახევარში ცოტა არეულები გამოვიდნენ. მერანის ფეხბურთელები დამაჯერებელი ანგარიშით დაწენაურების. ნაცვლად ნომერი 24 მოედანზე გამოვიდა გიორგი კურდაძე ნომერი 30. ჩაწოდება საჯარიმოში პირველი ბურთზე გეგია იყო, წოწონავა. იბრძოლეს კარგად თბილისელმა ფეხბურთელებმა. დაარტყა ახლა კარის მიმართულებით შეცვლაზე შემოსულმა სურაბ გოლუბიარმა, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ბურთი საკმაო მანძილით აცდა კარს. ნონოსი კარგად ჩავიდა საღრიშვილი, დაეხმარა უგანახასის მოთამაშეებს. წულაია ამჯერად უკვე წულაია არ არის ეხლა ზედმეტი მოძრაობების გაკეთება, ზედმეტი ერთი შეხებით უნდა გაიცეს ბურთი და აღარ იქნება ამდენი დაკარგვები. ჯანგველაძე მიმდინარეობს მატჩის 55 წუთი. 5-1 გახლავთ ანგარიში. ენდელაძე კოლუბიანი სტუმრები ბურთით ჭიშკარიანი ჯანგველაძე ბოლოს სწორედ ჯანგველაძის ფეხიდან ტოვებს ბურთი მოედნის ფარგლებს. შალამბერიძე შარაშენიძე მიიღო კარგად ბურთი შარაშენიძემ, თუმცა ორ წელთან ორ ბრძოლაში ბურთი მაინც თბილისელებს დახვდა, დარჩათ. როხვაძე შარაშენიძე არა ერთი შეხებით ცდილობდა გადაცემის გაკეთებას, იქ მოიგო საჰაერო ორთაბრძოლა ცვლილებაზე შემოსულმა 22 ნომერმა კახაბერჯიკიამ, თუმცა ბურთი იოლინა დავლი დარჩა. ნონოსის წულაია ამჯერად წულაიას წინააღმდეგ ირღვევა. თამაშის წესები კიკავა დაუტოვა ენდელაძეს. კიკავა ნონოსი შალამბერიძე შარაშენიძე კარგად ცდილობდა ეხა შარაშენიძე კრავ წოწონავის მიმართულებით გადაცემის გაკეთებას, თუმცა დაიკარგა ბურთი. კარგად იბრძოლეს იქ წოლაიან და წოწონავამ, თუმცა მაინც შეძლეს თბილისელმა ფეხბურთელებმა ბურთის ამოტანა. დაარღვია თამაშის წესები კურდაძემ. ყობერიძე
ჯანგველაძე, ჭიშკარიანი. დააკარგეს ბურთი. თბილისელი ფეხბურთელები კარგად პრომებურ ჯანგველაძე ცდილობდა ეხლა საჯარიმოში შესვლას, თუმცა არ მისცეს მას ამის საშუალებას მერანის ფეხბურთელებმა და ნონოსი დაეუფლა ბურთს საბოლოოდ. მის წინ ადავლი დარჩა ეს ბურთი. ენდელაძე, კურდაძე, საღრიშვილი, წულაია. კარგი გადაცემა გაკეთდა ეხლა, არა. ალბათ სიზუსტე უკეთესი იყო საჭირო ამ გადაცემის გაკეთების დროს. ერთ ბაშად 3 მერანის ფეხბურთელი რჩებოდა მეკარის პირისპირ. მეოთხე ბურთი გაიტანა ქობულეთის შუქურამ. არაგვის კარში 4-0 ასეთი ანგარიშით იმარჯვებს ჩვენი მატჩის პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ჩემპიონატის ლიდერი გეგია საღრიშვილი. ჭიშკარიანი, ჯანგველაძე ჩაწოდება საჯარიმოში და ქიქავა თამაშობს კარგად. როხვაძე, შარაშენიძე, წულაია, წოწონავა. შევიდა საჯარიმოში კარგად, ჭიდათ წოწონავა, თუმცა საბოლოოდ დაკარგა ბურთი. უღრელიძე, კობერიძე, თბილისელი ფეხბურთელები არიან კვლავ ბურთით. შიშკარიანი, ჯანგველაძე და საბოლოოდ აუტი. კობერიძე ჩაატოდა საჯარიმოში, იგი კარგად თამაშობს ენდელაძე, თუმცა გრძელდება კვლავ სტუმართა შეტევა. ოხვაძე, მეტრიანის მოთხოვნის პრეტენზია აქვს ეხლა თბილისელ ფეხბურთელებს, თუმცა პირველი ბურთი აშკარად მერანის ფეხბურთელი იყო. ნოსი ამასობაში მიიწურა მატჩის მეორე ნახევრის დაწყებიდან 17 წუთი. შარაშენ კარგად ითამაშა იქ წულაემ იბრძოლა ბურთზე. თავისუფლად შარაშენიძე იბრძვის, მაგრამ ბურთი საბოლოოდ თბილისელ ფეხბურთელებს დარჩათ და ისინი იწყებენ მორიგი შეტევის ორგანიზებას. უღრელიძე, ჯანგველაძე და როხვაძე თამაშობს კარგად. იგერიებს შალამბერიძე წინ ბურთს. ართო შარაშენიძე მთხილი თამაშია, საჭირო წოწონავა. საღრიშვილი კარგად წაიღო საღრიშვილმა ბურთი. წულაია, საღრიშვილი ვერ მოახერხა საღრიშვილმა საჯარიმოში შესწრება. საბოლოოდ კუთხურზე მოიგერიეს თბილისელ მონცალებმა ბურთი. კურდაძე მიეშურება კუთხურიდან ბურთის ჩასასწოდებლად.
გაათამაშეს სწრაფად ბურთი. დარტყმა კარში. თუმცა ნადირაძე იოლადე უფლება ამ ბურთს. ქურდაძე ურტყამდა კარში. ენდელაძე კიკავა შალამბერიძე წულაია გეგია შალამბერიძე როხვაძე ქურდაძე საღრიშვილი შარაშენიძე წულაია შეინარჩუნეს ბურთი მერანის ფეხბურთელებმა საღრიშვილი ენდელაძე შალამბერიძე შარაშენიძის მიმართულებით გაკეთდა გადაცემა თუმცა მცველმა კარგად შეუზღუდა ეხლა სივრცე არ მისცა ბურთზე თავისუფლად მისლის საშუალება ეხლა შარაშენიძეს საღრიშვილი წულაია ქურდაძე წოწონავა კარგად როხვაძე შედის და არტყა როხვაძემ კარში ალბათ უფრო გადაცემის გაკეთება იყო სასურველი თუმცა მე მგონი როხვაძემ ამ მომენტში ფეხი იტკინა წაქცეული არ იგი საჯარიმოში წოწონავა წამოდგა როხვაძე 65 წუთი მიიწურა დაუბრუნეს ახლა ბურთი იხვიაშვილი წილი გადაცემა რეხვიაშვილის კიკავა წულაია საღრიშვილი გეგია იბრძოლა იქ თბილისელმა ფეხბურთელმა და საბოლოოდ გადააგდო ბურთი მუენის ფარგლებს გარეთ ჭიქიამ დიახამ გამარჯვებით მარტვილის მერანი სატურნირო ცხრილში საკმაოდ წინ წაიწევს გადაინაცვლებს იგი მეოთხე საფეხურზე და მხოლოდ ერთი ქული ჩამორჩება გაგრას ასე რომ მომდევნო ტურში რუსთავში საკმაოდ საინტერესო მატჩის მომსვლელი უნდა გავხდეთ ვინაიდან რუსთავი მეხუთე საფეხურზე იმყოფება ჩაწოდება კიდევ ერთი კარგი შანსი ვაჩუქეთ ეხლა თბილისელ ფეხბურთელებს არ შეიძლება ესე მოდუნება საჯარიმოში არ შეიძლება ესე თავისუფლად მიიღება ნონოსი და მოვიგოთ ახლა საჰაერო ორთაბრძოლა ცენტრში ასეც ხდება საღრიშვილი ქურდაძე უნდა გააყოლოს ახლა ქურდაძემ დააგვიანა გადაცემის გაკეთება და ჩამოუსწრო კიდევაც მცველმა კუბერიძე უღრელიძე ჯანგველაძე კიდევ ერთი დარტყმა და ბურთი ხვდება შალამბერიძეს და გადის კუთხურზე
ოთხურიდან მოწოდებენ ბურთს თბილისელი ფეხბურთელები. 21 წუთი დარჩა დღევანდელი მატჩის დასრულებამდე. მოიგო იქ საღრიშვილმა. პირველი მან ითამაშა ბურთზე და საბოლოოდ აუტი. გოლუბიანი და ჩააწოდა რომ იტყვიან საჯარიმოში თავისუფლად მიიღო ნუნოსმა ეს ბურთი. წოწონავა კიკაო საღრიშვილი თვითონ წაიღო საღრიშვილმა ბურთი წოწონავა საღრიშვილი ქუსლით დაუტოვა კარგად წოწონავას ქურდაძე მეკარესთან პირისპირ არა შარაშენიძე გახდათ ეხა მეკარესთან პირისპირ და კარგი შანსი გაუშვა ახლა მან მეექვსე ბურთის გატანისა საბოლოოდ ბურთმა დატოვა მოედნის ფაგლები დიახ შეიცვალა პლანგები ქურდაძე წულაია მიიღო კარგად ბურთი როხვაძემ წინ გადაწია როხვაძე კვლავ და წულაია დადგა მის პოზიციაზე აქეთ მარჯვენა ფრთაზე კარგად დაფარა ბურთი ქურდაძემ გეგია კიკავა შალამბერიძე კიკავა საღრიშვილი კვლავ საღრიშვილი გეგია კარგად ითამაშა გეგია და მეორე ბურთი გადის უკვე მერანის კარში. ასე არ შეიძლება ასეთი თამაში მეორე დაკარგო მეორე გოლი. როგორ შეიძლება დუბლის შესრულების საშუალება მივეცეთ ახლა ამინუს და სხვაობა უკვე სამ ბურთამდე შემცირდა. ორი შეცდომა, ორი არასწორი მოქმედება მცველების მხრიდან და უკვე 5-2 ხდება ანგარიში. ხუთით 0-დან 5-2 ხდება მეორე ნახევარში. ხო შეიძლება ეს ბურთი ავიტანოთ მეტოქის ნახევარზე ვათამაშოთ და ეს უპირატესობა რაც მატჩის პირველ ნახევარში მოვიპოვეთ არ გავატანოთ ქარს ასეთი მოქმედებებით შეხვედრის 78 წუთზე ბურთი მერანის კარში გაიტანა ამინუ რაფი დუბლი შეასრულა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ორივე ბურთი ვაჩუქეთ ასე იტყვიან ახლა თბილისელ ფეხბურთელებს შალამბერიძე კიდევ ერთი დაკარგვა და საბოლოოდ ჯარიმდებიან მერანის ფეხბურთელები საკმაოდ მოშვებული გამოვედით მატჩის მეორე ნახევარში და ალბათ ამის შედეგია რომ 5 ბურთიანი უპირატესობიდან ორი ბურთი უკვე გავანიავეთ და სამ ბურთამდე ჩამოვიდა უპირატესობა ასეთი მოქმედებები ჩანს ვაძლევთ თბილისელ ფეხბურთელებს როცა არანაირი სახიფათო მომენტები არ იქნებოდა ჩვენ კართან არანაირი საშიშროება არ იყო საამისოდ რომ და ყვითელი ბარათი მიიღო ახლა გუნდის კაპიტანმა ნონოსმა არაფერი არ არის სანერვულო სამი ბურთით ვიგებთ მატჩს დავალაგოთ ისევ თამაში დავწნარდეთ და გავაგრძელოთ იგივე მონდომებით თამაში და ყველაფერი დაალაგდება ორი შეცდომა ორი უნიათო გადაწყვეტილების მიღება გარკვეულ ეპიზოდებში ზედმეტი ბურთის თრევა და ამის გამო ორი ბურთი მივიღეთ საკუთარ კარში ცულაია ქურდაძე
ქურდაძე ვერ დაარტყა კარში ეხა ვერა კიდევ ერთი კარგი მომენტი გავანიავე შალამბერიძე საღრიშვილი როხვაძე შარაშენიძე და თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფება ეხა შარაშენიძე როხვაძე და საბოლოოდ შევარდენის ფეხბურთელისგან დატოვა ბურთონბოენის ფარგლები ნადირაძე ლეხიაშვილი ორიგი შეტევა კიდევ ერთი გადაწყვეტება საჯარიმოში და კიდევ კარგი დროულად ტოებს ეხა ნონოსი კარს და მესამე ბურთის გატანის შანსი მეძლეოდათ ეხა შევარდენის ფეხბურთელებს და მესამეჯერ უკვე ამინე შეეძლოთ თავის გამოჩენის შანსი კარგად თამაშობს ეგ როხვაძე თუმცა არ არის აქ თამაშის წესების დარღვევა შეეძლო თბილისელმა ფეხბურთელმა ბრძოლაში ბურთის მოპოვება ძელი გადაცემა წულაია და საბოლოოდ მოიგო ეს ერთაბრძოლა წულაიამ ცვლილება მერანის შემადგენლობაში ამირან როხვაძის ნაცვლად ვანო წილოსანი გამოდის ხუთმეტი წუთი დარჩა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი გოლი სწორედ როხვაძის ანგარიშია მერანის შემადგენლობაში ერანის რიგებში მოხდა ცვლილება დაუბრუნეს საკუთარ მეკარეს ბურთი 19 მოედანზე გამოვიდა ვანო წილოსანი ნომერი 20 კიდევ თავისუფლად მიიღო ეხლა ამინო ბურთი დაუგდო იქ ჯანგველაძეს გრძელდება შეტევა საკმაოდ ავირიეთ ეხა დაცვის ხაში შიშკარიანი წულაია იბრძოლა ბოლომდე წულაიან ბურთზე საღრიშვილი შარაშენიძე ვერ მოასწრო ეხა მოახერხა შარაშენიძემ ორ ფეხბურთელში ბურთის მიღება წილოსანი ჯანგველაძე წულაია ნონოსი თბილისელი ფეხბურთელები ბურთით კვლავ ისინი რჩებიან ბურთით და საკმაოდ სახიფათო სტანდარტის შესრულების უფლება მიიღო ხა შევარდენმა კოლუმბიანის წინააღმდეგ დაერგვა თამაშის წესები შუქურამ მეხუთე ბურთი გაიტანა არაგვის კარში 70 წუთზე ჩაჩუა გოლის ავტორი
ჯიშკარიანი ურთმამს საჯარიმოს დაარტყმა და მისი დარტყმის შემდეგ ბურთის ზემოდან გადაევლება მერანის ხარიხას. ზოლა მოენის ცენტრში დროულატოებს ნონოსი კარს ეგია წილოსანი ყრავწილოსანი კიდევ კარგი მოახერხეს მენანის ფეხბურთელებმა ქურდაძე კიდევ ერთი დაკარგვა და კიდევ ერთი ხიფათი მერანის კარტა. ამდენი დაკარგვები არ შეიძლება არა უწყინარ სიტუაციებში. გიაშვილი კობერიძე ნონოსი აქ ჯარიმა წოწონავაზე არსად არ აჩქარება ეხლა მერანს 10 წუთი დარჩა თამაშის დასრულებამდე. წულაია კიკავა კიდევ ერთი ჯარიმა ინდელაძე და კიდევ ერთი ჯარიმა შალამბერიძე წულაია შალამბერიძე წულაიამ შეინარჩუნა ბურთი. შალამბერიძე გზელი გადაცემა შარაშენიძის მმართველობით არ არის თამაშგარე მდგომარეობა და ხელით თამაშობს თბილისელთა მეხუთე ნომერი ხუბაშვილი შვიდი წუთი დარჩა შეხვედრის დასრულებამდე. შარაშენიძე ასრულებს ამ სტანდარტულ სიტუაციას. ჩააწოდა შარაშენიძემ გამოდის მეკარე ეუფლება ბურთს. კარგად ითამაშა, იქშენერად ითამაშა, არ მოეშვა ეხლა ქურდაძე. იძულებული გახადა დაეკარგა ბურთი. აქ უკვე წილოსანმა დაკარგა ბურთი. რატომ აკეთებენ ამ გადაცემას უკან მეორე ნახევარში მერანის ფეხბურთელები საკმაოდ გაუგებარია ჩვენთვის და ყოველი უკან გადაცემის გაკეთების შემდეგ ირღვევა შემდეგ სისტემა და ორი ბურთი კი მივიღეთ მატჩის მეორე ნახევარში საკუთარ კარში. კარგად ითამაშა, იქშენერად ითამაშა, თუმცა იბრძოლა ბოლომდე თბილისელმა ფეხბურთელმა შეძლო ბურთის დაბრუნება და საბოლოოდ აუტი სტუმართა სასარგებლოდ. კობერიძე
ხიაშვილი კურდაძე კარგად თამაშობს კურდაძე ინარჩუნებს ბურთს წელოსანი აუტი 6 წუთი დარჩა მატჩის დასრულებამდე წელოსანი ტრამვირებულია იქ ერთ-ერთი თბილისელი ფეხბურთელი დიახ 5-2 გახლავთ ანგარიში 5 წუთი არის შეხვედრის დასრულებამდე კობულეთის შუქურა ჩვენი მატჩის პარალელურად 5-0 იმარჯვებს შუქურა შატრონოცხლში 27 ქულას დააგროვებს და წყალტუბოს სამგურალს 5 ქულით გაუსწრებს ხოლო მესამე ადგილზე მყოფ გაგვრას კი 7 ქულით რაც შეეხება დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემდეგ მერანი დააგროვებს 19 ქულას გადაინაცვლოს მეოთხე საფეხურზე თბილისის შევარდენსკი დიდი ბრძოლა მოუწევს შემდეგ ტურში კობულეთის შუქურას წინააღმდეგ ჩვენ კი იმავე დღეს რუსთავში ვითამაშებთ ადგილობრივი რუსთავის წინააღმდეგ ჯანგველაძე უნდა დაიხა შეესწრო საჯარიმოში ჯანგველაძეს თუმცა კარგად ითამაშა წულაია მართვა წოწონავა კურდაძე შარაშენიძის მოძრაობა უნდა შეენიშნა არა არ გააკეთა კურდაძემ გადაცემა გეგია საღრიშვილი შალამბერიძე წულაია არ ღვევს თამაშის წესებს წულაია რეხუიაშვილი კობერიძე შედევის მარჯვენა ფრთაზე იწყება შედევას გელაშვილი და დაკარგა იქ თბილისელმა ფეხბურთელმა ბურთი დატოვა ბურთმა მოენის ფარგლები და აუტიდან განაახლებენ ახლა თამაშს მერანის ფეხბურთელები წილოსანი შარაშენიძე წილოსანი და თამაშგარი მდგომარეობაშია წილოსანი კობერიძე რეხუიაშვილი აქეთ ჯიშკარიანი ითხოვს გადაცემას არა ჯანგველაძის მმართველობით გაკეთა ეს გადაცემა მოედნის ცენტრში კობერიძე და კარგად ითამაშა კურდაძემ თავის მხრივ წულაიან და საბოლოოდ ჯანგველაძის ფეხიდან ჯიშკარიანის ფეხიდან ტოვებს ბურთი მოედნის ფარგლებს აუტი მერანი განაახლებს თამაშს წილოსანმა დაუტოვა ბურთი გეგიას იწყებდნენ ახლა მორიგშეტევას თბილისელი ფეხბურთელები თუმცა არ მისცა მას ამის საშუალება შარაშენიძემ
ეხუიაშვილი ჯანგველაძე შალამბერიძე თამაშობს კარგად იგერიოს სპორტის კუთხურზე ერთი წუთი დარჩა მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 54 წუთი მიმდინარეობს შეხვედრისა ჩაწოდება საჯარიმოში იგერიებენ მცველები და კარგად ჩაუდგა ეხლა ტანი თუმცა წელოსანს შეუშალეს ხელი ვერ გაიგდო ბურთი წელოსანმა არ უნდა დავჯარიმდეთ ეხლა საკუთარ კარის მისადგომებთან ჯანგველაძე იშკარიანი კურდაძე ამოვიტანეთ ბურთი მორიგ შეტევას ამზადებენ თბილისელი ფეხბურთელები ეხუიაშვილი ორი წუთი დაემატა მატჩის ძირითად დროს წილოსანი თომ კიდევ ერთი კუთხური მორიგის სტანდარტი მერანის კართან ჩაწოდება ამოვიტანეთ ბურთი წოწონავა კარგად ფარავს ბურთს კარგად წაიღო ბურთი და საბოლოოდ არა დააკარგა თვითონ ლევან წოწონავამ ბურთი ერთი წუთი დარჩა დამატებული დასრულებამდე წოწონავა წულაია დასრულდა ქობულეთის შუქურა 5-0 დააბრუნა უკან წულაიამ ბურთი მეკარე გამოსულია კარიდან ეხუიაშვილი კუბერიძე გელაშვილი შალამბერიძე მოიტანა და გაისმის საჯის საფინალო სასწველის ხმა რომელიც გაუწყებს რომ დასრულდა მატჩი დამსრულდა იგი ანგარიშით 5-2 მარტვილის მერანის გამარჯვებით გილოცავთ ამ გამარჯვებას მერანის გულშემატკივრებო კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე რომელიც შედგება 28 ოქტომბერს რუსთავიდან რომელშიც ერთმანეთს რუსთავი და მარტვილის მერანი დაუპირისპირდება